დღეს საუბრობთ თემაზე, რომელიც თითქმის ყველა ქალისთვის ყოველდღიური ინტერესის საგანია, თმა. დღეს ძალიან წარმატებული კოლორისტი, წარმატებული ტრენერი. როგორ უნდა მოვუაროთ სწორად თმას. მნიშვნელოვანია სწორად იქნას შერჩეული შამპუნი. შენს მომხმარებელს, როდესაც შენთან მოდის, რას ურჩევ მათ? როცა უხარისხოა და აქვს ქიმიური დანამატები, ამ შემთხვევაში თუ დაავადებებს შეიძლება მისცეს პროვოცირება. რას ნიშნავს არასწორად შეღებილი თმა? როცა ცდილობენ მიუღწეველი ფერი სახლის პირობებში მიიღონ. 18 მეა არის ესეთი წყალმცენარე, რომელიც შემადგენლობაში შედის და თმის ღერებს ახალგაზრდავებს და გამოიყურება ისე როგორც ანტი-ეიჯი. ანტი-ეიჯ, თმის ანტი-ეიჯ საღებავი. თმას რომელი პროდუქტი სასწორებს, ანუ ის არ არის გამოჯანსაღებელი. თხელი თმა უნდა იყოს აფუებული, აი რა შემთხვევაში არის ბიოგასწორება. აი მაგალითად სალომეს შემთხვევაში, ვისაც ძალიან ხვეული აქვს, ყოველთვის ხდება ისე, რომ უნდათ სწორი თმა. მე მინდა ვერ შეველები ჩემ არა, ხუჭუჭებს. შენ ძალიან ლამაზია. ძალიან ისე მოკლედ ავხსნათ მაყურებელს თმის ფილერი, თმის ბოტოქსი და უბრალოდ ვისაუბროთ. ძალიან მაგარი შედეგი აქვს და კარგი შედეგი აქვს. თმის ლამინირების შემდეგ თმის ფილერს საოცარი ეფექტი აქვს. ტრენდებზე ალბათ 2026 წლის ფერები რა არის, ანუ რა მარცხნილობები, მარცხნილობები. საინტერესოა. გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენ უყურებთ Beauty Talks, რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფი, სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. დღეს საუბრობთ თემაზე, რომელიც თითქმის ყველა ქალისთვის ყოველდღიური ინტერესის საგანია, თმა. როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი თმა, როგორ შევარჩიოთ სწორი ფერი, რა შეცდომები აზიანებს ჩვენს თმას ყველაზე მეტად, ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გასაცემად დღეს ჩვენთან არის ნატალი ჯგუფის ერთ-ერთი წამყვანი თმის სტილისტი და კოლორისტი ლიკა ლახიძე. მოგესალმებით ლიკა, მე მინდა სალორო უფრო განვავრცო. ლიკუნა არის, ლიკა არა, ლიკუნა, უკვე 17 წელია ჩვენი ჯგუფის წევრია და მინდა აუცილებლად მაყურებელს ვუთხრა, თუ რამდენად შრომით, განათლებით, ერთგულებით მიაღწია ამ გზას და დღეს ძალიან წარმატებული კოლორისტი, წარმატებული ტრენერი, წარმატებული დედა, ორი შვილის დედა არის. კრეატიული დირექტორი იტალიური ბრენდის ფრამეზის. მე მინდა რომ ლიკუნა დავიწყოთ ესე რომ გული აუჩუყდა. ხო, მე მინდა რომ დავიწყო როგორ მოვიდა ლიკუნა 17 წლის წინ ნატალი აკადემიაში. მოგესალმებით. ჩემი პირველი ნაბიჯები დაიწყო 17 წლის წინ ნატალი აკადემიაში. როცა სწავლა დავიწყე, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდი და ფიქრობდი, რომ ეს გზა აუცილებლად ბოლომდე უნდა მიმიყვანა. შემდეგ იყო ის, რომ დავასრულე სწავლა საუკეთესო კოლეჯში და მივიღე საუკეთესო განათლება. შემდეგი ნაბიჯი იყო ჩემთვის ძალიან ემოციური, როცა ქალბატონმა ნატალიამ შემოგთავაზა რამდენიმე ადამიანს დარჩენილიყავით თავის კომპანიაში და გვემუშავა და გვესწავლა და მიგვეღო პროფესიული განვითარება. ესე იგი 17 წელია ნატალი აკადემია არსებობს, ხო? პირველი უფრო ადრეც არსებობდა. რეალურად 17 წლის პირველი ის იყავი, რა ქვია? პირველი დაკადი კი. პირველი ჩიტი. პირველი გვრიტი. აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები, ჩემი პროფესიული განვითარებისკენ. ლიკუნა, დღეს ბევრ კითხვას დაგისვამთ, რადგან ფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც გვიყურებს, ახლა აინტერესებს, თმასთან დაკავშირებული კითხვები აქვს, როგორც სხვა დანარჩეულ სხეულის ნაწილებს, სახისგან, სხეულს, ასევე თმას სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. და მოდი პირველი კითხვა იქნება ასეთი, როგორ უნდა მოვუაროთ სწორად თმას. აი მაგალითად, რამდენად რეკომენდირებულია ყოველდღიური დაბანა? დიახ, რა თქმა უნდა, ყოველდღიური დაბანა აუცილებელია და შესაძლებელიც არის, უბრალოდ მნიშვნელოვანია სწორად იქნას შერჩეული შამპუნი თმის ტიპიდან გამომდინარე. სალო ლიკუნა ეხა უკვე ამ წლებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ძალიან ძლიერი კოლორისტი. და ამ პროფესიას სხვათა შორის მინდა კიდე ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ თითქოს ესეთი ადვილი, ძალიან დიდი დრო ჭირდება და ძალიან დიდი ენერგია, რომ მიაღწიო პროფესიონალის. მით უმეტეს იმისა, რომ რაც არის თვითონ კოლორისტიკაში. ეს არის იმდენად ძალიან ბევრი სხვა,
და სულ სხვა როგორ გითხრათ, აი სამედიცინო ენაზე თმასთან არის ფაქტიურად აი ძალიან ბევრი რამ დაკავშირებული. რამდენად მოვლილია ვთქვათ თმა, რამდენად ჭირდება და შეღებვისას რამდენად მნიშვნელოვანია შეღებვა. მოდით ერთი ესეთი რო ვთქვათ, რომ თმა შევიღებოთ. ნუ თითქოს რაღაცა ისეთი ადვილია, წავიღე სახლში, წავისვით თმაზე, საღებავი და შევიღებე. თუ გინდ ის ინგრედიენტები, რა ინგრედიენტებსაც უნდა შეიცავდეს თმის საღებავი. აი თმის საღებავი, რომელიც არ უნდა აზიანებდეს თმას, თქვათ, არ უნდა იყოს ცუდი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ ამ საღებავს ყოფს უნდკავთ, ანუ ქიმიური დანამატები. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად იტალიური ბრენდის ფრამეზის, რასაც ჩვენ უკვე წლებია ჩვენს მომხმარებელთან ვიყენებთ და ვართ მისი წარმომადგენლები, აქვს ზუსტად ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ჩემთვის პირადად ეს იყო მნიშვნელოვანი თავიდან, რომ დავიწყე მათთან თანამშრომლობა, რომ შეიცავს აი მაქსიმალურად ბუნებრივ ინგრედიენტებს. აი ნახეთ, რას ნიშნავს. თუ გინდ ის ამიაკი, რომელიც აქვს 30%-ით ნაკლები აქვს საერთოდ, ნუ თუ თითქმის რაც კი შესაძლებელია რომ იყოს ამიაკის შემცველობა, გარდა ამისა, იმდენად ბუნებრივი ინგრედიენტია, როდესაც თმას ჩვენთან მაგალითად სალონში ან ვინც იყენებს ამ ბრენდს ღებავენ, შემდეგ აუცილებლად თუ ფერი არის შესაბამისად და მოსწონს მომხმარებელს ფერი, შემდეგ უკეთდება მისი შემანარჩუნებელი, იმიტომ რომ იმდენად ბუნებრივია, რომ ჩამორეცხვა შესაძლებელია, რომ ჩამოირეცხოს. ამისათვის ძალიან ბევრი ინგრედიენტებს უკეთებს და ნუ რაც თმის შეღებვას შეეხება და საღებავს შეეხება და მელირებას შეეხება და ასე შემდეგ ლიკუნა არის ამისი ერთ-ერთი ესეთი ძალიან მაღალი პროფესიონალი და მოდი ალბათ გადავიდეთ ლიკუნაზე, ყველაზე ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე, ლიკუნა ამ თმის შეღებვასთან დაკავშირებით გვინდა რომ ძალიან დეტალურად აუხსნა ჩვენს მომხმარებელს, რას მიანიჭებდი უპირატესობას და შენს მომხმარებელს, როდესაც შენთან მოდის, რას ანიჭებ ამ დროს უფრო მეტ ყურადღებას და რას ურჩევ მათ. კი ბატონო, აუცილებელია, ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია ჯანსაღი თმა და ყოველთვის ვცდილობ და ვურჩევ მომხმარებელს, რომ ისეთი პროცედურები არ ჩაიტარონ, რომ თმა დაიზიანონ და ასევე ხშირად ვთავაზობ გამაჯანსაღებელ პროცედურებს. რა თქმა უნდა, შეღებვის დროს, ხშირად არასწორი შეღებვის დროს ძალიან იზიანებენ მომხმარებლები თმას და ყოველთვის გამომშრალია და უსიცოცხლოდ გამოიყურება. რას ნიშნავს არასწორად შეღებილი თმა? არასწორად შეღებვაში ვგულისხმობ სახლის პირობებში შეღებვას, როცა ცდილობენ მიუღწეველი ფერი სახლის პირობებში მიიღონ. ანუ შავიდან ქერაზე გადავიდნენ. კი ბატონო, ხშირი მაგას შემთხვევა. გულისხმობ, ხო? დიახ, სახლის პირობებში გაღიავება, რომელიც სასტიკად არ შეიძლება და ძალიან ცუდ შედეგამდე მიდიან და მერე უკვე აღდგენაც ფაქტიურად შეუძლებელია. აი როგორ ხდება მაგალითად ადამიანები, რომლებიც სისტემატურად იღებავენ თმას, ხო? აი რა არის მნიშვნელოვანი, თქვათ, აი ნატალიმ რაც ისაუბრა, ხო, შემადგენლობა, რა შეიცავს საღებავი, რამდენად არის, თქვათ, აი დანამატების, ქიმიური დანამატების გარეშე. რას არ უნდა შეიცავდეს? ხო, აი რას არ უნდა შეიცავდეს, რომ მაგალითად ადამიანი რომ მიდის სალონში, რომ იცოდეს, აი რაღაც ინფორმაციის სახით რომ მივაწოდოთ, რა არის მნიშვნელოვანი ამ დროს, აი რას არ უნდა შეიცავდეს მაგალითად თმის საღებავი. არ უნდა შეიცავდეს ფორმალდეგიც და აუცილებელია, მხოლოდ იმიტომ არა რომ თმის დაზიანება, თმა დავიცვათ დაზიანებისგან აუცილებელია იყოს ჯანსაღი იმისთვის, რომ თავის კანზე, როცა ხდება საღებავის დატანება, შემდეგ უკვე აღწევს ორგანიზმში და როცა უხარისხოა და აქვს ქიმიური დანამატები, ამ შემთხვევაში ცუდ დაავადებებს შეიძლება მისცეს პროვოცირება და ამისთვის ყოველთვის უნდა ვიცოდეთ თუ რითი ვიღებავთ თმას და რა შემადგენლობა აქვს. შესაბამისად, ეხლა ჩვენ ფრამესის საღებავზე რაზეც ვსაუბრობთ, ალბათ ძალიან ჩვეულებრივად შეუძლიათ გამოიყენონ ფეხმძიმეებმაც, ხო? თავისთავად, იმიტომ რომ მე მახსოვს ადრე რაღაცნაირად აკრძალული იყო, თუ ფეხმძიმე არის ქალი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და თმის შეღება, მაგრამ ალბათ აღარ არის ასე. რა თქმა უნდა, მით უმეტეს ფრამეზიას ძალიან ბევრი ხაზი აქვს საღებავების და ჩვენ გვაქვს ამის არჩევანი, რომ როცა მომხმარებელი მოდის, მდგომარეობით
პრობლემებიდან გამომდინარე, არის ალერგიული, არის ფეხმძიმედ, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ჩვენ ავირჩიოთ საღებავი და მოვარგოთ მომხმარებელს. როგორც უამიაკო, როგორც ამიაკიანი, როგორც 30%-იანი ამიაკის შემცველობით გვაქვს 20 წუთიანი, რომელიც ცოტა სწრაფ ვარიანტში გამოიყენება, როცა მომხმარებელს ეჩქარება. მოკლედ, ყველანაირი ხაზი გვაქვს ამისთვის, რომ მოირგოს ჩვენს მომხმარებელს. აუცილებლად დავუბრუნდებით კიდე მე ახლა მინდა უსებ ფრამესის პატარა ჩართვა გავაკეთო ახალი ხაზის, ხვეული თმის ხაზის შესახებ და მინდა რომ რაღაცნაირად ხვეულ თმაზე ვისაუბროთ ცოტა თუ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც ხშირად მეკითხება ამ წერს სოციალურ ქსელში, ხუჭუჭა გოგოებისთვის, ასე ვთქვათ, ეს პროდუქტი ახლა აქ გვაქვს და მინდა რომ ვანახო მაყურებელს. ეს პროდუქტი, ხვეული თმის პროდუქტი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში უკვე ძალიან პოპულარულია. ხვეულთმიანი გოგოები უკვე წლებია იყენებენ ამას. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია, მაგრამ ასევე აუცილებლად უნდა ვანახო ჩვენს მაყურებელს ფრამესის ახალი პროდუქტი. სხვათა შორის, მე მგონი ფრამესის ადრე ხვეული თმის შამპუნი არ ქონდა. ახლა აქვს და მე ძალიან გამიხარდა ეს ამბავი. ჩემთვის გამოუშვეს. ჩემთვის გამოუშვეს. ეს არის ხო, ხვეული თმის შამპუნი. აქ კონდიციონერი არ არის. ეს არის leave-in conditioner, ანუ სერუმი. აქ არის ხო, კონდიციონერი, რომელიც აქ ხდებს. ეს არის სერუმი თმის, რომელიც შეგიძლია სოლთმაზე წაისვა და დაიტოვო თმაზე და ხვეული თმის მუსი, რომელიც არ ახმობს. აი ხა მაგალითად მე დღეს თავიდან ბოლომდე აი მაქვს აი ამ პროდუქტებით ჩემი თმა მოვლილი. შამპუნი, კონდიციონერი, სერუმი და მუსი. და რატომ მომწონს ეს მუსი? ეხლა მაგალითად კრემი თუ ცოტა ბევრი მომივიდა, მე თითქოს ოდნავ მიხმობს თმას და აი ცოტა ძაფრთხილად ვარ ხოლმე, რომ აი ნაკლები გამოვიყენო და ამ მუზე არ არის ეგ მაგის საშიშროება. სურო ბევრი მოგივიდეს, თმას საკმაოდ ატენიანებს, ხოლმესაც მაგ თმა. შენ ეს ახალი ის ალბათ შეგღებავდა ლიკუნა დარწმუნებული ვარ, რა ქვია ლიკუნა ამ მიმართ? ახალი ფრამკოლორ გლამურის საღებავი, რომელიც შექმნილია 30% ნაკლები ამიაკის შემცველობით, ვიდრე სხვა საღებავებია, რომელსაც აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენლობა ღერის გამაახალგაზრდავებელი, თმა როცა ჭაღარავდება, თმის ღერი ბერდება და უსიცოცხლოდ გამოიყენება, ხოლო ამ საღებავს გააჩნია ისეთი ნივთიერებები, 18 მეა არის ესეთი წყალმცენარე, რომელიც შემადგენლობაში შედის და თმის ღერებს აახალგაზრდავებს და გამოიყურება ისე როგორც ბუნებრივი. Anti-age, თმის anti-age საღებავი. და აი ამას უმოვიცნობა პატარები რო. გლოსები? გლოსი. პროცედურა გლოსი. კი ბატონო, თქვენც გაკეთებული გაქვთ? კი, რომელსაც თან ფერი აქვს. სალო, შენ მე მგონია იცი, იმიტომ რომ ლიკუნა გეტყოდა ალბათ და იღება. მეტყოდა კი, რომ მე ხშირად ვიკეთებ ამ პროცედურას, გლოსის და იღებავ პროცედურას. კიდევაც თმებს ხო ესეა და ამიტომ ეს გლოსი არის ძალიან საინტერესო პროდუქტი სხვათა შორის და მინდა ლიკუნა მახსნას ამ გლოსზე. კი ბატონო, სულ ახალ ჩამოგვივიდა ახალი პროდუქტია თმის გლოსი, თმის ლამინირება, რომელიც თმის ღერებს ლამინირებას უკეთებს, ანიჭებს ბზინვარებას, ასევე იცავს ქლორიანი წყლისგან, დაბინძურებისგან, გარემოს დაბინძურებისგან და თმას აქვს ეფექტი როგორც ლამინატი და არის ბზინვარე. დაახლოებით 1 თვე თვენახევარი ძლებს თმაზე და მარტივი არის ის, რომ როცა ძირებს ვიღებავთ, შეგვიძლია ერთდროულად გავიკეთოთ თმის გამაჯანსაღებელი პროცედურა და შეგვიძლია შევიღებოთ თმის ძირები, რომელიც ერთ დროში ერთდროულად ხდება და ძალიან მისაღებია მომხმარებლისთვის. ლიკუნა, რადგან ხვეულთმას შევეხეთ, აუცილებლად უნდა კითხო, მე როგორც მახსოვს, ხვეულთმას ცალკე საღებავი ჭირდება, რომელიც უფრო კარგად მუშაობს ხვეულთმაზე. დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ შემთხვევაში იგივე საღებავს ვიყენებთ, ეს არის ფრამკოლორ ეკლექტიკი, რომელიც არის უამიაკო, ასევე გამოიყენება ფეხმძიმეებისთვის და
ვისაც ნაკლები რაოდენობის ჭაღარა აქვს, დაახლოებით 70%-ამდე ჭაღარას ფარავს და ასევე ხუჭუჭებისთვის რატომ? იმიტომ რომ არის ხუჭუჭეთმა არის ყოველთვის ძალიან გამომშრალი, არის ფორიანი და გამოიყურება უსიცოცხლოდ. რაც შეიძლება ყოველთვის მეტად ჭირდება დამატებითი ბზინვარება და ამიტომ იდეალურია რამკოლორ ეკლექტიკი ხუჭუჭეთ მისთვის. მამაკაცებიც მე მგონი მაგსაღებავით ხო? კი ბატონო. მამაკაცებიც მაგსაღებავით იღებავენ? ასევე ეკლექტიკს აქვს ცალკე მამაკაცებისთვის ხაზი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებისთვის გამოიყენება, აქვს ბუნებრივი დაფარვა, რომელიც ჭაღარას ბოლომდე არ ფარავს, დაახლოებით 20-30%-ამდე ჭაღარას ტოვებს, არის დაფერილი და არის ძალიან ბუნებრივი, რომელიც მამაკაცებს ძალიან მოსწონთ. იმდროს ზურას უთხარი მოდი შეიძლება. წვერი შევღებოთ ზურას. გლოსი და ეკლექტიკის საღებავი ერთად შეიძლება, ხო? რა თქმა უნდა, გლოსი და ეკლექტიკის საღებავი შეგვიძლია ძირებზე დავიტანოთ ეკლექტიკის საღებავი, შემდეგ უკვე პარალელურად გლოსი, ასევე სხვა ნებისმიერ საღებავთან ერთად შეგვიძლია გლოსის გამოყენება. კარგი. ყველაზე ესეთი გავრცელებული პრობლემა და გავრცელებული კითხვა რა არის ხოლმე მომხმარებლებისგან? აი რა პრობლემით მოდიან ხოლმე ხშირად ჩვენთან? ძირითადად მომხმარებლების პრობლემა არის გამომშრალი თმა და ყოველთვის მიხარია ძალიან რომ მოგმართავენ და ცდილობენ თმა გაიჯანსაღონ და დღეს ძალიან დიდი მიღწევაა რომ მომხმარებლები მოდიან ჩვენთან და ძალიან ხშირად იკეთებენ გამოჯანსაღებელ პროცედურებს და თითქმის აღარავის აღარ მოსწონს ეს დაზიანებული თმა და ყოველთვის ცდილობენ რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი გამოჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტარონ. პროცედურების გარდა ნატალია ასევე თმის დამცავებიც არსებობს და მზისგან დამცავი, რომელიც აუცილებელია ისევე როგორც სახისგან სჭირდება მზისგან დაცვა, ასევე თმასაც სჭირდება და ფრამესის აქვს ძალიან კარგი პროდუქტი. მე მაგალითად, როდესაც ზღვაზე მივდივარ, განსაკუთრებულად მაშინ ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ განსაკუთრებით მზეზე ჯერ შრება ძალიან, მერე ხუნდება, ვისაც ესეთი უფრო ღია ფერის თმა აქვს, ანუ ფერიც იცვლება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დამცავი პროდუქტები თმაზეც. კი ბატონო. ჩვენ ნახეთ, აი იტყვის აბალიკუნას ვკითხოთ, რომ ჩვენ გონია, რომ მარტო საღებავმა შეიძლება დააზიანოს თმა, ამ დროს არასწორმა ფენის მოხმარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამისათვის ზუსტად ვიცი, რომ ვიყენებთ და ლიკუნასაც ვკითხოთ, რომ დამცავსაც იყენებს, სანამ თმის დავარცხნას თქვათ დაამთავრებს და ესევე მნიშვნელოვანია სახლის პირობებშიც, იმიტომ რომ სახლის პირობებშიც მნიშვნელოვანია რომ თუ რა პროდუქტები უნდა მოიხმარონ. პანდემიის დროს ესეთი მასტერ-კლასებს ვატარებდით და ლიკუნა იყო ამისი ესეთი რომ როგორ უნდა სახლის პირობებში თუ როგორ უნდა შეიღებონ და ფერებს ურჩევდა ფერების მიხედვით და ყველაფერი მახსოვს რომ ესეთი ბედნიერები იყვნენ ხალხი რომ ესეთი პარკით ყველაფერი მოყვებოდა თუ როგორ უნდა შეიღებონ როგორ უნდა წაისვან რომელი ფერი ერთმანეთში უნდა აირიოს რამდენი პროცენტიანი უნდა გაუკეთო და ისეთი კარგია და მნიშვნელოვანია სხვათა შორის ვფიქრობ რომ ეგეც არ იქნება ცუდი ლიკუნა ეხლაც რომ ესეთი სემინარები ჩაატაროს. ხო, იმიტომ რომ ბევრი ქალბატონი არის ვინც სახში იღებავს დღეს თმას და მათთვის ძალიან კარგი. კი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ გვაქვს სხვათა შორის ხაზი ერთ-ერთი რომელიც შეიძლება რომ სახლის პირობებში შეიღებო და გამოიყენო იმიტომ რომ არის პროფესიონალური საღებავები რომლებსაც 5-7 ფერს ერთად ურევს ლიკუნა და იქ საოცარი ფერები დგება და ეხა იმ ფერების 5 ერთად რომ ვერც მოიხმარს, მაგრამ გვაქვს ასევე საღებავები, რომელიც უკვე მზარი ფაქტიურად და ჩეულიათ შოპზე. ყიდულობენ თავის გამხსნელთან ერთად, რჩევებსაც უკეთებთ და შოპი ახსენე. თუმცა ხო, ნატალი შოპ-ჯიზე. შოპი ახსენე და აქვე ბარემ მაყურებელს შევახსენებ ნატალი ჯგუფის ონლაინ გვერდს ნატალი შოპ-ჯი, სადაც ნებისმიერი პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც თმის, ფრამესის, ასევე ჟერმენ დე კაპუჩინის. ხო, თუმცა მაინც დავამატებდი აუცილებლად რომ პროფესიონალთან
ვისაც აქვს მაგისი შესაძლებლობა და სურვილი, ძალიან მნიშვნელოვანია თუ გინდ ერთი ვიზიტი მაინც იმისათვის, რომ ფერი სწორად მოხდეს დასმა, ზუსტად მოხდეს ამ ფერის ისე შერჩევა, რომ შემდგომ უკვე შეეძლოს მომხმარებელს უკვე სახლის პირობებში გამოყენება, მაგრამ იმის ვისაც აქვს ოდნავ მაინც იმის სურვილი და საშუალება, რომ პროფესიონალთან სალონში იაროს, რა თქმა უნდა, ეს არის არაჩვეულებრივი და მნიშვნელოვანი. ლიკუნას ალბათ დაუსვათ ესეთი კითხვა, რომ ქერა, აი სულ ვიცი და მესმის, რომ ქერას ყველას უნდა ქერა თმა, მაგრამ აი როგორ უდგება ქერა თმის შეღებვას ან რამდენს ეუბნება ხოლმე, რომ ჯერ მკუვი მკურნალოთ და შემდეგ მიუდგეთ ამ ყველაფერს და იქნებ ქერა თმაზე გითხრა ერთი. დიახ, ქერათმა ჩემთვის ძალიან ესეთი სენსიტიური და ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვცდილობ მომხმარებელს ვკითხო, ჯერ რამდენად აქვს ამ ქერათმის მოვლის საშუალება, როცა შეიღებას უკვე შემდგომ სახლის პირობებში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ის არის, რომ ჩვენ დაუსვათ ფერი, გავუშვათ კმაყოფილი ბედნიერი და შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორ მოუვლის ამას სახში და როგორ შეინარჩუნებს ამ ბზინვარებას. ამისთვის ყოველთვის ვცდილობთ, რომ სწორი პროდუქტები შევურჩიოთ და სწორი პროდუქტებით გააგრძელოს უკვე სახლის პირობებში თმის მოვლა. ასევე როცა მოდიან დაზიანებული თმით, ყოველთვის ვცდილობთ, რომ დავუნიშნოთ გამაჯანსაღებელი პროცედურების კურსი, რომ გაიჯანსაღონ თმა და შემდეგ უკვე შეძლონ სასურველი ფერის მიღება. ლიკუნა, ყოველწლიურად დადიხარ ტრეინინგებზე, რომ განავითარო კიდევ შენი ცოდნა და ეს ცოდნა მერე ჩამოგვიტანო საქართველოში. აი რა სიახლეებია და როგორ ვითარდება ეს სფერო? ამ შემთხვევაში თმის მოვლის სფერო. თმის მოვლის სფერო ძალიან მალე ვითარდება, სულ იცვლება თმის სტილი, ვარცხნილობა, შეღებვა და ამისთვის ჩვენ წელიწადში პროდუქტები რაც პროდუქტები ნამდვილად ყოველთვის ცდილობენ, რომ განაახლონ და განახლებული პროდუქტები შემოგთავაზონ, რაც შეიძლება მაქსიმალურად ბუნებრივი და ასევე სტილი, რა თქმა უნდა, ყოველთვის იცვლება და სულ ცდილობენ, რომ ჩვენი იტალიელი ტრენერები დანერგონ ახალი სტილი, რასაც მერე ჩვენ გვაწვდიან და ხშირად გვიწევს მათთან კომუნიკაცია და ასევე სწავლის გაზიარება. ახალი ტექნიკები ხო ლიკუ? რა თქმა უნდა, გვაძლევს ჩვენი კომპანია ამის შესაძლებლობას და გვაქვს ამის ფუფუნება ნატალიას დახმარებით, არ ვტოვებთ არანაირ ტრენინგს და ყოველთვის ვცდილობს, რომ დიდი როლი ითამაშოს ჩვენს განვითარებაში. ტექნიკებზე რო თქვა ლიკუ, აი სიახლეები, აი სუსუ ახალ რაღაცები რო შემოგაქვს. ფრამეზი ყოველთვის, ფრამეზი თვითონ ქმნის ამ ტექნოლოგიებს, ტექნიკებს, შემდეგ უკვე როცა შექმნილია ეს ტექნიკები და უკვე მზად არის, შემდეგ უკვე გვაწვდიან ჩვენ და ჩავდივართ ამისთვის მილანში, ძალიან დიდი აკადემია აქვთ, სადაც უკვე გვახვედრებენ ძალიან ბევრ მანეკენებს და უკვე ერთობლივად ყველა ქვეყნიდან ჩამოსული მომხმარებელი ცდილობს გაიაროს იქ უკვე ტრენინგის სახით ამ თოჯინებზე. ჩვენ მაყურებელს ალბათ ახსოვს, აქ საქართველოში როდესაც ჩატარდა ფრამესის ტრეინინგი, ჩამოსული იყო სტუმარი იტალიიდან, ფრანგი სტუმარი. რომელიც იტალიაში მოღვაწეობს და იყო ჩვენი სტუმარი, მანაც ისაუბრა ფრამესის შესახებ. ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად ვითარდება, როგორც ყველაფერში დარწმუნებული ვარ, ასევე თმის პროდუქციაც, ის ტექნიკები, მიდგომები თმის მოვლის, რომ ძალიან მიხარია, რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს ამის საშუალება და ზუსტად თქვი შენ ამის ფუფუნება, რომ ჩვენ თავად მივიღოთ ეს ყველაფერი. ბიოგასწორება, ბიოდახვევა, ხო? ადრე იყო ხოლმე ესეთი ქიმიური დახვევა, ქიმიური გასწორება. ეხლა გადავიდა ეს ბიოდახვევა და ბიოგასწორება. აი, რამდენად რეკომენდაციას გაუწევდი და რას უნდა მიაქციოს მომხმარებელმა, ვთქვათ, ამის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს და რა დროს არის ეს საჭიროება? დიახ, ჩვენ გვაქვს ფრამეზიისგან თმის ბიოდახვევა და თმის ბიოგასწორება. ანუ ადრე ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ ეს იყო ქიმიური სახელწოდებით და ეხლა უკვე გახდა ეს ბიო, არის ფორმალდეგიდის გარეშე, კონსერვანტების გარეშე, რომელიც საფრთხეს არ უქმნის როგორც ჩვენ სპეციალისტების, ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობას. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს პროდუქტი ფორმალდეგიდის გარეშე, კონსერვანტების გარეშე, რომ არ მივიდეთ იმ საფრთხემდე, რაც ყველაზე საშიშია. რა დროს
გაუწევ რეკომენდაციას, აი რა დროს არის საჭირო თხელი თმა, უნდა იყოს აფუებული, აი რა შემთხვევაში არის ბიოგასწორება. და ასევე რამდენად არ არის და ასევე აზიანებს თუ არა თმას. კი ბატონო, აი მაგალითად სალომეს შემთხვევაში, ვისაც ძალიან ხვეული აქვს, ყოველთვის ხდება ისე, რომ უნდათ სწორი თმა. ამ შემთხვევაში უპრობლემოდ შეუძლია მოვიდეს მომხმარებელი და გაიკეთოს თმის ბიოგასწორება, რომელიც დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ისეთივე სწორი ექნება, როგორც აი ფენით დავარცხნილი თმა. არანაირი ნესტი, არანაირი სისველე ამ თმას არ დაახვევს, უბრალოდ ფენითაც რო არ გაიშროს, მაინც სწორი იქნება. მაგრამ აი 6 თვის მერე ისევ დაუბრუნდება ხვალ თმას თუ ცოტა შეიძლება სტრუქტურა თმის. კი ბატონო, 6 თვის შემდეგ ხდება ის, რომ თუ ისევ გასწორება უნდა მომხმარებელს, შეუძლია რომ კორექცია გაიკეთოს უკვე გაზრდილ ძირებზე და ისევ თავიდან გაისწოროს ეს გაზრდილი ძირები, თუმცა შეუძლია დაელოდოს გადასვლის პროცესს და თმა როცა უკვე ჩამოიზრდება, დაიბრუნებს თავის ხუჭუჭებს. ხო, ეგ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ იქნებ სულ არ მინდა მთელი ცხოვრება მქონდეს და ზოგჯერ მე ყოველი მინდა მინდა ვერ და შეველევი ჩემ ხუჭუჭებს. არა, შენ ძალიან აი ლამაზია. ბიოდახვევის შემთხვევაში მაგალითად ისე არის, რომ ანუ შეიძლება რომ ბოლომდე ჩამოიშალოს, მაგრამ ეს არ იშლება. ანუ ბიოგასწორება სულ სწორი ხო, რჩება. მაგრამ ის ბიოდახვევაც 3-დან 6 თვემდეა თუ უფრო 6 თვეა, ხო? 6 თვე ძლებს ბიოდახვევა და არის შემთხვევა, როცა მომხმარებელს არ უნდა ის ძალიან გასწორებული თმა და უნდა უბრალოდ აქვს თხელი თმა და არ უნდა მოცულობისთვის და არ უნდა რომ ძალიან გასწორდეს ეს თმები. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ხარისხის კერატინი, რომელსაც ასევე არ აქვს შემოდგენობაში ფორმალდეგიდი და რომელთაც შეგვიძლია მივიღოთ ბუნებრივი გასწორებული თმა. ძალიან კარგი არის მოცულობისთვის სხვათა შორის რა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს როგორც თმის დაგრძელება მარტო იმისთვის კი არ არის, რომ თმა დაიგრძელო, მოცულობისთვის არის ხოლმე ყოველთვის შემავსებლათაც ვიყენებთ ხოლმე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტრენდებზე ალბათ 2026 წლის ფერები რა არის? მარცხნილობები, ასევე საინტერესოა. კი ბატონო, აი ფერებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ფერები დღესდღეობით და 2026 წლის ბოლო ტენდენციები არის ის, რომ იყოს მიახლოვებული ტონალობები ერთმანეთთან, რაც შეიძლება გარდამავალი, თუნდაც ჰაილაითები და უფრო ყავისფერი ტონალობები და მასთან გარდამავალი ტონალობები, თუმცა ქერა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოდაშია და ამას ანუ ყოველთვის მოთხოვნადი არის. თუმცა მე ქერადან გადმოვედი უკვე და გადამიყვანეთ აგერ უკვე ნელ-ნელა, იმიტომ რომ მე მგონი რაც ასაკი გემატება პირიქით უკვე ჩამჯდარი ნატურალური ფერი უფრო ნატალია, რა ფერია შენი ნატურალური? როგორ ჩემი ღია ყავისფერი. და ხუჭუჭა ვიყავ, იცი რა ხუჭუჭა ვიყავ? აი მე ბავშვ პატარაობისას ისეთი ხუჭუჭა ვიყავი და დღეს უკვე აღარ ვარ ხუჭუჭა. ხო, აი ხუჭუჭა ყოველგვარი იმის გარეშე კერატინის გასწორება. აი ზოგადად ვიღაცები მეკითხებიან ხოლმე, წარმოუდგენიათ, რომ ჩემი თმის მოვლა არის ძალიან რთული და მეკითხებიან ხოლმე, აი როგორ უვლითმას და რეალურად აი მართლა ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა სწორი პროდუქცია და სწორად გამოყენება ამ პროდუქციის. და ზუსტად 10 წუთში შეიძლება აი თმა ისე დავიბანო ეს პროდუქტები, გამოვიყენო და გავიშრო. რომ ალბათ სწორ თმას 10 წუთში ვერ მოასწრებს ადამიანი იმას, რომ უნდა, ეხლა მე ჩემ შვილებსაც ხო უყურებ, რამდენი ხანი იკეთებენ ხოლმე და ივარცხნიან ფენით. ასე რომ ძალიან მარტივია თუ სწორ პროდუქციას შეარჩევ ნამდვილად. კი ბატონო და მით უმეტეს, როცა აი ესეთი არაჩვეულებრივი 4 პროდუქტი აქვს რამეზიას, რომელიც სპეციალურად ხუჭუჭებისთვის არის შექმნილი, რომელსაც აქვს დამატებული ბამბის რძე, არგანის ზეთი, რომელიც როცა ხუჭუჭა თმას სიმშრალის ეფექტი აქვს, ის ატენიანებს და ძალიან დატენიანებულს და ბზინვარეს ხდის ხუჭუჭა თმას და მარტივია იმისთვის, რომ უბრალოდ შეგვიძლია პროდუქტი დავიტანოთ სველ თმაზე და ფენიც კი არ გამოვიყენოთ ამის შემდეგ. და მნიშვნელოვანი ის, რომ მას აქვს თერმოდაცვა და ამ შემთხვევაში არ გვჭირდება თერმოდამცავის გამოყენება. ძალიან კარგი. საღებავებსაც ყველგან აქვს ეს კარგი რამე თქვენ ლიკუნა, ხო? დაცვაც აქვს და აი ზეთი შემადგენლობებში ყველას აქვს. ყველგან კი, ზეთების დამნამატი ყველას აქვს. აი მოვლილი მაგალითად ნახე, აი ლიკუნასაც ახლა რო უყურებთ, ეს გრძელი და მოვლილი თმა რამდენად კარგად გამოიყურება და
ჯანსაღად და ძალიან გიხდება ეს ლიკოდა თმის პროცედურებზეც ვისაუბროთ. რა პროცედურები არსებობს იმისთვის, რომ თმა კარგად დავატენიანოთ და არ დაზიანდეს შემდეგ? ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროცედურა თმის გამაჯანსაღებელი და ამას უკვე მომხმარებელი, როცა ჩვენთან ადგილზე მოდის, თმის ტიპიდან გამომდინარე ვუნიშნავთ უკვე რა პროცედურა და რა რაოდენობის პროცედურები უნდა გაიკეთოს. კიდევ ასევე არის ფილერის პროცედურა. თმის ფილერი, მე რომელიც ძალიან მიყვარს სხვათა შორის. ბოტოქსი, თმის ბარტოშრუბილი კი არ არის. ხო, თმის ბოტოქსი. ხო, და აი მოდი აი ძალიან ისე მოკლედ ავხსნათ მაყურებელს თმის ფილერი, თმის ბოტოქსი და ნუ გლოსზე ვისაუბრეთ. უბრალოდ მინდა, აი ძალიან კარგი კითხვა არის, მინდა რომ გითხრათ, ის რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბუნებრივი თმის ბოტოქსი, გვაქვს ბუნებრივი თმის ფილერი და რატო ვუსმევ ამ ბუნებრიობას ხას, იმიტომ რომ როცა მომხმარებლები ხანდახან შედიან შეცდომაში იმაში, რომ ზოგჯერ არის, რომ აი ამ ბოტოქსის პროცედურას რაღაც უთოსთან ვარიანტში აკეთებენ, არის ესეთი პრეპარატები, რომელიც უთოსთან გამოიყენება და ნუ ხდება თმის გასწორება და ჩვენ გვაქვს ყოველთვის მაგას ვეუბნები ჩვენს მომხმარებლებს, რომ აი თმას რომელი პროდუქტი სასწორებს, ანუ ის არ არის გამაჯანსაღებელი და ჩვენი პროდუქტი ნამდვილად გამაჯანსაღებელია, მხოლოდ მუშაობს დატენიანებაზე და თმის აღდგენაზე, როგორც ბოტოქსი, ასევე თმის ფილერი. ჩვენს შემთხვევაში თმის ფილერი გამოიყენება როგორც დაზიანებულ გამომშრალ თმაზე, ასევე ხუჭუჭებსაც გამოიყენება, ხოლო თმის ბოტოქსი გამოიყენება ძალიან დაზიანებულ თმაზე, თმა რომელიც მტვრევადი არის და ის ამ დროს ახდენს ეს პროცედურები, ახდენს თმის შინაგან აღდგენას. და ჩვენ ზოგადად ერთ პროცედურას არ ვუნიშნავთ, ჩვენ ვუნიშნავთ კომბინირებულ პროცედურებს, თუ რა ეტაპზე გადადის უკვე მომხმარებლის თმა, შემდეგ პროცედურებზე იქიდან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნას, თუ რომელი პროცედურით უნდა აი მე რა უყურნალოთ. პროცედურა დამჭირდება? აი თქვენთვის იდეალური იქნება თმის გლოსი, თმის დატენიანება, ლამინირება და ასევე ბოტოქსი. ძალიან მაგარი შედეგი აქვს და კარგი შედეგი აქვს. თმის ლამინირების შემდეგ თმის ფილერს საოცარი ეფექტი აქვს. ხალმოვალ მართლა ფაკვეჩანს. ნახეთ რა მინდა ლიკუნა აუცილებლად პილინგი. თმის პილინგი, როგორც მოდი ჩვენაზე სანამ დავიწყებთ, ამას გეკითხები. ნახეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს თემა მინდა ძალიან კარგად ჩავშალოთ. ეს არის სკალპზე პილინგი რა და ორთქლის აბაზანები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სანამ კურნალობას დავიწყებთ და სამკურნალოთ უკვე ცვენა და ასე შემდეგ. აი ეს დეტალები მოგვიყევი. კი ბატონო, ფრამეზიას აქვს ანუ ყველანაირი ხაზი. ყველა ტიპის თმისთვის და ყველა ტიპის კანისთვის. ანუ აუცილებელია, როცა მკურნალობას დავიწყებთ და როცა უკვე ჩვენ მომხმარებელს შევურჩევთ საკუთარი სკალპიდან და თმიდან გამომდინარე პროდუქტს, ყოველთვის ამ პროდუქტების მოხმარების წინ ჩვენ ვუნიშნავთ სკალპის გაწმენდას სკრაბით, როგორც სახეზე, ასევე თავის კანზეც აუცილებელია მკვდარი უჯრედების მოშორება, რომ შემდეგ უკვე უფრო შეღწევადი გახდეს პროდუქტი და უფრო სწორად მოხდეს იმ პროდუქტის მკურნალობა, რასაც უკვე მომხმარებლები სახლში წაიღებენ. ანუ ეფექტი რო უკეთესი ქონდეს. ეფექტი უკეთესი ქონდეს, დიახ, და ნუ კეთდება ეს ორთქლის თერაპიასთან ერთად, ანუ ორთქლი ხსნის კანზე, ფორებს და შემდეგ უკვე უფრო მარტივად ხდება პილინგის საშუალებით ამ მკვდარი უჯრედების მოშორება და ძალიან სასიამოვნო პროცედურაა ვიტყვი ამასაც, აი კანის ხვანაირად სუნთქავს და უფრო ისეთი ხდება. დაახლოებით თვეში, ორ თვეში ერთხელ უნდა გაკეთდეს ეს პროცედურა. ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი. შეიძლება არაფერი არ გაიგეთო, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სუნთქავდეს და ჟანგბადი მიეწოდებოდეს. იქიდან გამომდინარეა ცვენაც, ცხიმიანიც და სხვადასხვა პრობლემები. როცა არის ცხიმიანი თმა, სპეციალური შამპუნები ინიშნება ჩვენს შემთხვევაში. გამოიყენება ჩვენი ფრამეზიის შამპუნები ნებისმიერი პრობლემიდან გამომდინარე, აი მაგალითად, როცა ცხიმიანობა აქვს, ამ შემთხვევაში სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის შამპუნი ინიშნება, რომელიც არეგულირებს ან ცხიმოვანი უჯრედების ცხიმის გამოყოფას და რა თქმა უნდა სამკურნალო არის, ხშირად არ შეიძლება, მერე უკვე იცვლება ეტაპობრივად ეს ხაზები პრობლემიდან გამომდინარე. აუცილებელია პილინგის გაკეთება, რა თქმა უნდა, თითოეული სამკურნალო შამპუნის წინ. ლიკუნა, თმის ცვენაზეც რო ვისაუბროთ და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია თმის შეჭრა ხშირად.
და რამდენად საჭიროა, რომ ადამიანმა ხშირად შეიჭრას თმა ცოტა მაინც. დიახ, თმის შეჭრა, ესე ვთქვათ, აუცილებელია იმისთვის, რომ განვაახლოთ ეს დაზიანებული ბოლოები, თუნდაც ის, რომ ფენისგან დაზიანებული, უბრალოდ მზისგან გამომშრალი, თუნდაც ის, რომ ბოლოჭამიები ამ შემთხვევაში აუცილებელია, სულ ცოტა 1 სანტიმეტრი მაინც უნდა დავიმოკლოთ და რამდენად მართალია, რომ ხშირად შეჭრილი თმა უფრო სწრაფად იზრდება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, უბრალოდ თმა გამოიყურება უფრო სკლად, უფრო ლამაზად და უფრო ეფექტურია და რა თქმა უნდა, იმდენის მოჭრას ვერ ვასწრებთ, რამდენადაც მალე იზრდება და შესაბამისად უფრო გრძელი ხდება თმა და მგონია, რომ უფრო მეტად მალე იზრდება ამ შემთხვევაში. მითი ყოფილა ეს ყველაფერი მეგობრებო. მითია, მაგრამ სალოდ თან ნახე რა მინდა დავამატო, როდესაც სწორად უვლი თმას და შერჩეული თმის მოვლის საშუალებებით ფაქტიურად მოდი ესე ვთქვათ, რომ ის ბოლოჭამებიც არ არსებობს, ის ნაკლებად არსებობს, მე რა ვიცი, მე მგონი ერთ წელიწადში ერთხელ ვიჭრი. მე ძალიან იშვიათად აი ლიკუნა მიცის, მე ძალიან იშვიათად ვიჭრი თმას, სანამ აი არ დამიჭერენ, არ დამსვამ ხოლმე, მანამდე არ ვიჭრი, ჩემი ნებით არასდროს არ ვიჭრი. რატო იცი, მე არ ვიცი, ესე ვაკვირდები ყოველ შემთხვევაში, ესეთ დაკვირვება მაქვს, რომ ძალიან მეზრდება და ეს არის ალბათ იმის მაქსიმუმი, რაც მქონია როდესმე. და მინდა ხოლმე რომ ცოტა გავიზარდოთ, მაგრამ აი ბოლოს 4 წლის წინ შევიჭერი და ეხლა სულ რამოდენიმე თვის წინ, აი მართლა ძალიან იშვიათად ხდება ეს. თმის ცვენის შამპუნებზე და სპეციალურ ხაზზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ როგორც ასეთი თმის ზრდაში ხელს უწყობს ძალიან თმის ცვენა, ანუ როგორც ასეთი ამცირებს თმის ცვენას და ასევე ეხმარება თმის ზრდას. ლიკუ, რა ტექნიკები არის? აი რა ტექნიკებს გამოიყენებ ხა დღეშენ, იმიტომ რომ ერთი იყო ხოლმე, ყოველთვის ყველამ ვიცით, რომ ეს იყო მელირება და დღეს უკვე იმდენად სხვადასხვა ტექნიკა არსებობს. რითი დაიხვეწა, რა არის უმჯობესი, ანუ უფრო მოკლე დროში ხდება, თუ მაინც უფრო კარგად რო აუხსნათ მომხმარებელს, აი ამ რა ტექნიკები არის. როგორც ასეთ დღეს ძალიან ბევრი ტექნიკები გვაქვს, არსებობს ბალიაჟის ტექნიკა, შატუშის ტექნიკა, აიტაჩის ტექნიკა, ასევე ფრამეზის ტექნიკა, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის არის და რაც შეეხება ფერებს, ვისაუბრეთ კიდეც, ანუ ფერები არის ყოველთვის მიახლოებული და ერთმანეთთან გარდამავალი დღესდღეობით. დღევანდელი ტენდენციით. და გამარტივდა ალბათ, იმიტომ რომ მე არასდროს არ გამიკეთებია, მაგრამ სმენია რომ მელირება სჭირდებოდა ძალიან დიდი დრო, რამდენიმე საათი. ახლაც ასე არის თუ შეიცვალა ტექნიკები? კი ბატონო, ანუ გააჩნია ტექნიკას, როგორი ფერი გვინდა, სასურველ ფერზეა დამოკიდებული. თუ მსუბუქი ვარიანტი ბალიაჟის შემთხვევა არის, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ძირების შეღებვასთან ერთად რაღაც 1-2 ტონით გახუნებული მზის სხივები გავაკეთოთ თმაში და რა თქმა უნდა მომხმარებელმა ეს პროცედურა მიიღოს ძირების შეღებვასთან ერთად საათნახევარში. თუმცა თუ მომხმარებელს უნდა რომ ძალიან ისეთი გაღიავებული თმა ჰქონდეს და ძალიან ისეთი იყოს მოთეთრო ვარიანტი მარგალიტის ფერში, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ისევ იგივე ვარიანტია დროის 4-5 საათი საშუალოდ. კი, მე ვიცი რომ ძალიან დიდხანს როცა ძალიან ფერი შეცვლა უნდათ და საერთო თავიდან ბოლომდე შეცვლა უნდათ, მაგ დროს დიდი დრო ჭირდება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაუზიანებლად უნდა მოხდეს. აი ვარცხნილობების შემთხვევაში დღეს ნახე ესე შეიცვალა პირადად, რომ ვარცხნილობები უკვე თითქმის ამოღებულია, ალბათ მოდის შენ სწორად უფრო გვითხრი, რისი თქმაც მინდა, რომ ეხა ადრე თუ იყო ძალიან მძიმე ვარცხნილობები, ეხა უკვე თითქმის ფაქტიურად ბუნებრივი დავარცხნებია და ძალიან პატარა ესეთი იმით. მინიმალისტურად რაც მინიმალურად არის ეს ყველაფერი, აღარ არის ესეთი ძალიან ისეთი დატვირთული აწეული ვარცხნილობები დღესდღეობით, ანუ ყოველთვის ყველა ცდილობს როგორც ფერთან, ასევე ვარცხნილობასთან, რომ რაც შეიძლება ბუნებრივი ეფექტი და სადა ეფექტი მიიღონ, ეს უფრო მოსწონთ და უფრო ტრენდულია დღესდღეობით. ლიკუნა, შენ ნატალი აკადემია გამოვლილი ხარ და იმ ადამიანებს რას ურჩევდი, რომლებიც ახლა გვიყურებენ და რომლებსაც აქვთ სურვილი რომ შეისწავლონ ეს პროფესია, განვითარდნენ ამ პროფესიაში, აი რა რჩევას მისცემდი
როგორც ნატალი აკადემიის ყოფილი სტუდენტი. და ლიკუნასავი წარმატებული რო გახდნენ. ფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დაისახონ მიზანი და ამ მიზნისკენ ყოველთვის უნდა ეცადონ, რომ რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ამ მიზანს, არასდროს არ დანებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დაბრკოლება შეხვდებათ მათ და მეც ძალიან ბევრი დაბრკოლება გამოვიარე, სანამ ამ გზას გავივლიდი, მაგრამ ერთადერთი რასაც ვეტყვი, ეს არის, რომ არ დანებდნენ და ბოლომდე მივიდნენ, რაც ჩაფიქრებული აქვთ იმ გზაზე. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოუვათ, იმიტომ რომ ჩემთვის 16-17 წლის წინ დაახლოებით წარმოუდგენელი იყო და ვფიქრობდი, რომ ალბათ ვერ შევძლებდი, მაგრამ მე მიზანი დავისახე, მე ამ გზას ეს გზა გავიარე, მივახციე იმას, რაც ჩაფიქრებული მქონდა. ბედნიერი ვარ იმით, რომ დღეს ვარ ნატალი აკადემიის, ესე ვთქვათ, მასწავლებელი, ასევე წამყვანი კოლორისტი, ასევე ტექნოლოგი და მოკლედ ის, რაც ამდენი წლის წინ მეგონა, რომ შეუძლებელი იყო, დღეს უკვე ყველაფერი შევძელი და ბედნიერი ვარ. თან დღეს შესაძლებელია უკვე რომ ეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ჩვენი აკადემია და საშუალებას გვაძლევს რომ 70%-ით აფინანსებს გრძელვადიან პროგრამებს. გრძელვადიანი პროგრამები არის ძალიან საინტერესო, სადაც ერთწლიანი პროგრამები არის. ამ ერთი წლის განმავლობაში იძენენ როგორც პროფესიულ სწავლას, ასევე ზოგადში შედის კომპიუტერი, ინგლისური, ხატვა, არ ვიცი, იმდენი რამ შედის, რომ აი მართლაც ძალიან საინტერესოა და შესაძლებლობა არის უდიდესი, იმიტომ რომ ძალიან მინიმალურ ფასში ხდება ეს ყველაფერი. ასევე მოკლევადიანები არის, სადაც 100%-ით აფინანსებს სახელმწიფო. ანუ გარდა იმისა, რომ გააქვს შესაძლებლობა, რომ ისწავლო თან ისეთ პროფესიონალებთან, რომლებსაც ნამდვილად ძალიან დიდი გზა აქვთ გავლილი და ყოველწლიურად ახალი ტენდენციები შემოაქვთ, ფინანსურად არის ძალიან ხელმისაწვდომი და ამითი ძალიან მე პირადად ძალიან ამაყი ვარ და კიდევ ერთხელ პირიქით დიდი მადლობა მინდა ამისთვის გადაუხადო როგორც სახელმწიფოს იმისათვის რომ ესე ხალხს ძალიან ეხმარება და ჩვენს გუნდს რომლებიც ესე დაუღალავად ასევე ყველაფერს აწვდიან. თავიდან პირველად რომ შეიქმნა ჩვენი აკადემია ეს იყო ერთ-ერთი მიზანი იმისათვის რომ ადგილები შეგვექმნა, მაგრამ დღეს უკვე ესეთი ძალიან გავფართოვდით და ძალიან მიხარია ასევე ძალიან მალე ნატალი აკადემია სხვადასხვა ქალაქებშიც იქნება და ამას ველოდებით, როგორც ბათუმში, ასევე ქუთაისში და კიდევ ბევრ ქალაქში. ლიკუნა, მადლობა, რომ იყავი ჩვენი სტუმარი და სანამ დაგემშვიდობებით, რჩევა მიეცი ჩვენს მაყურებელს. ჩვენს მაყურებელს ვეტყვი იმას, რომ აუცილებელია და არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მოუაროთ მას და კონდეთ ჯამრთელი თმა. მადლობა, რომ გვიყურეთ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი Beauty Talks და დაელოდეთ შემდეგ ძალიან საინტერესო ეპიზოდებს. მომავალ შეხვედრამდე.